არ ვიცი, არც მაქვს არანაირი საფუძველი ამას დაუჯერო და თუ ვინმე დღეს დაიწყებს ლაპარაკს, რომ აი ეს არის რაღაცა უცრება, გავიხსენებ რაღაცა პერიოდის წინ საქართველოში დამოკიდებულებას ასეთი ტიპის ჩანაწერების მიმართ დიდი ალბათობით ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების გავრცელებული, შელამაზებული, მათ ინტერესებზე მორგებული მასალა. Я хочу через Машу или кого-нибудь еще передать им, что если они продолжат делать то, что они сейчас делают, а главное в Донецке, но все-таки скажи, передай, что если они не зарегистрируют, то когда... Чем хлак сакми арабок, თქვათ მართლა და მხოლოდ აქ უკრაინაზე არ საუბრობთ. აქ საუბრობთ იმ ქვეყანაზე, რომლის ინტერესი არის საქართველოშიც, უკრაინაშიც იყოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნება ორიენტირებული რუსეთს, ხო? თუნდაც დათანხმდა ამ მნიშვნელობა, ხო? ეს ხო არ არის რა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრალოდ თანამშრომელი, ხო? ეს რო ესე იყოს, ამას მერწმუნეთ, რომ თქვენამდეც ძალიან დიდ აფიშირებას გააკეთებ და ის ხარით დაინტერესებული ამ შემთხვევაში რუსეთზე მაქსავარ, ამოიღებდნენ ამას, ანახებდნენ, ამას ხო ეხლა მართლაც გეუბნებით, ესია, ყოველთვის ვითხოვთ იმას, რომ არჩევა მე. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამდაგვარი ჩანაწერების გამომზეურება ბრწყალებში რატომღაც გახშირდა ამ ბოლო დროს. და ეს არის რუსული პროექტის შემადგენელი ნაწილი. და ჩვენ ვერც ამომრჩეველზე, ვერც სტრუქტურაზე ზემოქმედებას უბრალოდ ვერ განვახორციელებთ და ამის არც ფიზიკური რესურსი არ გაგვაჩნია. აქ წესით და ასე იქნება იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები, დეპუტატებთან ერთად. უნდა ითქვას, რომ ეს არის რუსული პროექტი. და ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება აწყობთ რუსეთს, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი.